მართველი პარტია ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით სავარაუდოდ ხვალ მიმართავს უმრავლესობის წევრებმა სარჩელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოამზადეს. რა კრიტერიუმებით განისაზღვრება პარტიათა ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც უნდა აიკრძალოს და ვინ იქნება სიაში, ვისაც პოლიტიკური მოღვაწეობა შეეზღუდება ჯერჯერობით უცნობია. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ოცნების მიერ წამოწყებული დავა კონსტიტუციურ ნორმებს არბავს. ძლიერმა საქართველომ ლელომ დაიწყო ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში იმის წინააღმდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ამ ახალი რეპრესიული კანონმდებლობით წამოიწყო და სურს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალოს, დემოკრატიული პროცესი საბოლოოდ დაასამაროს. რაც შეეხება უშუალოდ ქართული ოცნების სარჩელს, ის მიმართული არის ერთადერთი მიზნისაკენ, რომ გააქროს პოლიტიკური ოპოზიცია, პოლიტიკური ოპონენტები ჩამოიშოროს პოლიტიკური ველიდან. თავისთავად ცხადია, რომ ეს არაკონსტიტუციური არის და არადემოკრატიული. საგამოძიებო კომისიაზე საზოგადოებამ ნახა ასეულობით ადამიანი, რომელიც მოვიდა და იმის გადაურჩა იმ რეჟიმს, პირდაპირ მოყვა ის ჯოჯოხეთური სურათები, რაც მას და მის ოჯახს გადახდა თავს. და ბოლოს უკვე პირდაპირ საჯარო ეთერში მთელ მსოფლიოს მიერ დანახული დამხობის პროცესი 4 ოქტომბერს. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულების მოძიება აღარ დაჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოაცილოს ვითომ პოლიტიკური ძალა, ეს ძალადობრივი რეჟიმი, რასაც თქვენ ნაცმოძრაობა, თავის სატელიტებთან ერთად, იმიტომ რომ ქართულმა პოლიტიკამ ამოისუნთქოს და ახალი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში. სარჩელის მთავარი მიზანია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, პოლიტიკაში ადგილი ჰქონდეს მხოლოდ ხალხის ინტერესების დაცვას და ადგილი ჰქონდეს არა რადიკალიზმს, დამხობას, არამედ შინაარსობრივ განხილვას. ჩვენ ნახეთ, რომ პარლამენტშიც მათი მონაწილეობის დროს არც ერთი შინაარსობრივი განხილვა არ იყო, არც ერთი დაინიცირებული კანონი, რომელიც ხალხის კეთილდღეობას ემსახურებოდა.